ამ ქალაქში ისტორიული პიროვნებები და ლეგენდარული არსებები, რეალობა და მისტიკა, ალქიმია და ქიმია, ასტროლოგია და ასტრონომია. მოჩვენებები, დემონები და უძველესი ლუდსახარშების ოხშივარი ისეა ერთმანეთში გადახლართულ გადაზელილი, რომ ზოგჯერ პარალელურ სამყაროში იგონება თავი. ამ ქვაფენილებს ოდესღაც რაბი ლევის მიერ შექმნილი თიხის გიგანტი, გოლემი აზანზარებდა და ებრაულ უბანს დარბევებისგან იცავდა. აქ მეფე რუდოლფ მეორე მთელს ევროპაში დევნილ ერეტიკოს მეცნიერებს იფარებდა და მათ მუშაობის იდეალურ პირობებს უქმნიდა. ვარსკვლავებით დაფარულ მანტიებში გამოწყობილი თეთრ წვერა ჯადოქრები უკვდავების ელექსირს ხარშავდნენ, ხოლო ალქიმიკოსები ტყვიისგან ოქროს მიღებას ლამობდნენ. აქ იდუმალი ბიბლიოთეკის კედლებში მასონებისთვის მოცარტი თავის შედევრებს ასრულებდა. ხოლო მონასტრის ქვეშ გამოთხილ გამოქვაბულებში იქ, სადაც ლუდი მწიფდებოდა, დღემდე დაძრწის შავი ბერის აჩრდილი, რომელიც უხარისხო ლუდის მხარშავებს მკაცრად ზჯის. აქ კაფკა თავის ფანტასმაგორიებს წერდა და სადღაც იქვე კი უსაქმური, მაგრამ ძალიან ხიარული ჯარისკაცი შვეიკი თავის ჭიბულს აბოლებდა. პრაღის ქუჩები წიგნია, რომლის კითხვაც უსასრულოდ შეგიძლია და რომელიც ყოველ ახალ ფურცელზე საოცრებას გვირდება. ეს არ არის ქალაქი, რომელსაც ნახავდა და გავიწყდება. პრაღაში დაბრუნება ყოველთვის მოგინდება, რომ ცალკ-ცალკე მშვიდად და დაკვირვებით დაათვალიერო მისი უბნები. სტარე მესტო, ნოვა სტრანა, გრადჩანი, ნოვე მესტო. პრაღა არ არის ქალაქი, სადაც წინასწარი ინფორმაციის მიღების გარეშე უნდა ჩახვიდე. რათუ ჩასვლამდე არქიტექტურის ანაბანასაც გაეცნობი, ურიგო არ იქნება და ჩემსავით პირღია არივილი მის ქუჩებში. ამ ვიდეოთი ვცადე მეჩვენებინა ის მცირედი, რასაც ჩეხეთის დედაქალაქში ნახავთ და იმედია სურვილი გაგიჩნდებათ პრაღაში მოგზაურობისა. ვიდეო მწყობრად არ არის დამონტაჟებული, თემები არეულდარეულია, რადგან მე თვითონ ვიყავი თავბრუდახვეული ცალკე გაუსაძლისი სიცხისგან და ცალკე იმ სანახაობისგან, რასაც ეს უნიკალური ქალაქი გვთავაზობს. მაშასე უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და დააფასეთ ჩემი შრომა მოწონების ნიშნის დასმით მაინც. წავედით. ორი უდიდესი პიროვნება, ტიხო ბრაგე და იოჰანეს კეპლერი. აი ამ ხელა კედლების უკან იმალება სტრახოვის მონასტერი, ეს გახლავთ. პრაღის თავზეა ფაქტიურად, აი ფაწმინდაზე რომ იყოს დაახლოებით ასე, აი ხედავთ გიგანტური კედლები არის, მისი დამცავი. ეს ამ ხელა კედლებიო ლეგენდა ამბობს, იმისთვის არისო საჭირო, რომ ბერებს არ გასჩენოდათ ეს საერო ცხოვრების ცდუნებების სურვილიო და რა თქმა უნდა ეს უფრო თავდაცვითი ნიშნულობა ქონდა და აი ხედავთ თქვენ აი გიგანტური კედელი ალბათ სადღაცა 6 სართულიანი სახლის სიმაღლეა. აი ბუნებრივი გეგონება ისეა ნაშენები. აი ნახეთ რა კარგად არის გამოყენებული ბუნებრივი ქვიშაქვები. და ქვიშაქვებში არის შემდეგ უკვე ჩაშენებული ხელოვნური კედელი. ანუ ეს არის რელიეფის ოპტიმალურად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითი. ეს ქვიშაქვებია, რომლებიც ხელში ადვილი დასამუშავებელია ძალიან. ну საკმაოდ მყარიც არის. ქვიშაქვას მოგეხსენებათ არის ჩვეულებრივი ქვიშა, რომელიც მილიონობით წლების განმავლობაში დაიპრესა, ესე შეიკუმშა და შეცემენტდა და ხედავთ ფენები ეტყობა. ეს არ ვიცი ხო ზღვიურია, ტბი ალბათ უფრო ზღვიურია, იმიტომ რომ ძალიან სქელი ფენებია. მონასტერი არის
ქვემოთ, აი ამ კედლის უკან, აქ კი არის ძალიან ლამაზი პარკიო, ასე მითხრეს. აი პარკის გეგმა აგერ არის. ხო ჯერ პარკს დავათვალიერებთ, მერე ჩავალთ მონასტერში. 7 ამინდია, ძალიან ცარცხელა, დილის 10 საათია. ხალხი ცოტაა, რაც მე ძალიან მიყვარს. და პარკი მართლაც კარგად გამოიყურება. ახლა ოდნავ უკვე ფერი იცვალეს. პრინციპში არც არის გასაკვირი, დღეს 16-ია, 3 დღეში ფერი ცვალებაა და გადავალთ ზამთრისკენ. ფაქტიურად ჩვენი დაწმინდის პარკია, სატელევიზიო ანძა. დაგანახებთ, აქედან უფრო კარგად გამოჩნდება. წყალსაკაჩი. არ მგონია რომ მუშაობდეს. მე ეჭვი მაქვს რომ აქედანაც ჩავალ. ხო, აი წერია კიდეც. Pражский рад, Страховский кластер. Кибе питадиан игра. Они уже в Колумбии, эй, хотите? Ну, там. დროვიდე მე რა. სხვა რაღაცების ნახვის თავი აღარ მიქნა, თუმცა ეს ლამაზ ხედი კი იქნება ზამთარ. ანძას ქვია La Petite Eiffel, ну პატარა Eiffel. და აღმოჩნდა რომ სწორედ Eiffel-ის ნახვის შემდეგ შთაგონების წყაროდ იქცა მისი არქიტექტორებისთვის და გააკეთეს პატარა კოპია. სანამ ხალხში გავრეულ ვართ, მანამდე ორი სიტყვით მოვყვები ამ მონასტრის შესახებ. სტრახოვია ალბათ უფრო ჩეხური დასახელებამ და სტრახოვ რატომ ეს ნიშნავს ჩეხურად დაცვას და აქ ყოფილა საყარაულო კოშკი. ანუ აი ჩვენთან რო არის ხევსურეთში და თუშეთში და ეს მთიან რეგიონებში საყარაულო კოშკების მაღალ ადგილებში აი ესეთ საყარაულო კოშკი იყო და აქ მე-12 საუკუნის შუა წლებში, ესე იგი 1142 წელს აშენდა იაროსლავ მეორის მიერ ჩეხების მეფე იყო ეს მონასტერი. და მას მერე ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, მას უამრავი რამ გადახდა თავს. პირველად იგი შეიძლება ითქვას გაუქმდა ხუსიტური, ასე ხუსიტური არ გამოდის, ხო ხუსიტური ცოტა სხვანაირად. ანუ იან ჰუსი იყო ჩეხი რეფორმატორი, რომელიც ამხელდა კათოლიკურ ეკლესიას მექთამეობაში, განცხრომაში, ფულის კეთებაში და ასე შემდეგ. ნუ დაახლოებით ისეთივე რეფორმატორი იყო რელიგიის როგორც მარტინ ლუთერი გერმანიაში და ამან გაყო საზოგადოება ორად. და მოხდა კარგა მგონი 30 წელი მიმდინარეობდა ომი ხუსიტებსა და ანუ იან ჰუსის მომხერეებსა და კათოლიკებს შორის. იან ჰუსი სხვა შორის დაწვეს როგორც ერეტიკოსი და მისი სახელი ესე მედალს როგორი მხარე აქვს ესეა და ზოგისთვის იგი ძალიან მისაღებია როგორც ეკლესიაში რეფორმის გატარების მსურველი ადამიანი და აი ამ იმომსგავსებების რაც ეკლესიებში ზოგადად ხდებოდა და ხდება ამის აღმოქრა უნდა და ამ ადამიანს და ჭეშმარიტ რწმენასთან დაბრუნება ეკლესიის და ხო შემდეგ ყველაზე ძიმე პერიოდი მონასტერს დაუდგა რა თქმა უნდა საბჭოთა კომუნისტური წყობა როცა დამყარდა ეს იყო 48 წელს მანამ სანამ ხავერდოვანი რევოლუცია მოხდებოდა 1989 წელს და ვაცლავ ჰაველი ალბათ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ბუმბერაზე ადამიანი არ ჩაუდგა სათავეში ჩეხოსლოვაკიას შემდეგ ეს ჩეხოსლოვაკია გაიყო ორად მოგეხსენებათ
სლოვაკია ცალკე წავიდა, ჩეხები ცალკე წამოვიდნენ, ყოველგვარი სისხლის ღვიძლის და უბედურების გარეშე, წიოგის და თმების გაშლის და დღეს ჩეხეთი მოიხსენებათ რაც არის. და აი სწორედ ამ 40 წლის განმავლობაში, 41 წლის განმავლობაში აქედან გაყარეს რა თქმა უნდა ბერები და აქ ეწყობოდა კომუნისტური რაღაც აღლუმები და კონცერტები და შეხვედრები, პარტიული შეხვედრები ალბათ. მე ახლა ამ ლაპარაკში სადღაცა გამოვედი, არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ხო აი ამოჩნდა ეს ცივილიზაცია, უბრალოდ მონასტრის კედლები და ახლა მე ჩავალ და ვეცდები რომ შევიდე თვითონ აი იმ საცავებში. ხო ძალიან საინტერესო მომენტი არის ის რომ მონასტერი ცხოვრობდა ლუდიდან შემოსავლებზე და ეს ლუდი იყო როგორც თვითონ ბერები ეძახდნენ თხევადი პური და სწორედ როდესაც მარხვა იყო ისინი ამ თხევადი პურით გამოდიოდნენ იოლას და რაც რჩებოდათ იმას ყიდნენ და ძალიან სარფიანადაც ძალიან კარგი შემოსავალი ჰქონდათ აქედან და არის ლეგენდა რომ აი მიწის ქვეშ არის უზარმაზარი კატაკომბები სადაც აი ქვიშაქვებში არის ჩამალული ლუდი სადაც მწიფდება ის ადგილები ანუ ლოცახარშის საწყობი სადაც ლუდი უნდა დამწიფდეს აი თომ გამილიან ჩეხის სკაუტები და ჰალო და ამ სარდაფში ცხოვრობს ერთ-ერთი ბერის, რომელმაც პირველმა დაიწყო აქ ლუდის მოხარშვა, მისი აჩრდილი. აი მისტიკავისაც გიყვართ იმათთვის. და ეს აჩრდილი ძალიან მკაცრად აკონტროლებს ბერებს, რომლებიც დღემდე ხარშავენ აქ ლუდს. და თუ ვინმე რამეს დააშავებს, ანუ იქ დააკლებს, ან ალაოს ისე კარგად არ ამოიყვანს და მოხარშავს, თუ იქ სუიას მოაკლებს, ან სუფთაწყალს არ მისცემს. ამ შემთხვევაში იგის ჯის, იმით რომ ხელი უშეშდება ერთი თვის განმავლობაში ასეთ ბერს და სწორედ ასეთ ცნობენ ბერები, სხვა ბერები ადამიანს, რომელმაც აფერიცობა გააჩაიდინა, ანუ ფალსიფიცირება მოახდინა პროდუქციის. ასევე სტრაჰოვის მონასტერს სტუმრობდა ძალიან ხშირად, რამდენადაც მოახერხა თავის ძალიან ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მოცარტი. მოცარტმა აქ რამდენიმეჯერ დაუკრა ორღანზე თავისი ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, და მოგესალმებით მოცარტი მასონი იყო. და აქ არის ძალიან კარგი ბიბლიოთეკა, მე ვეცდები რომ ბიბლიოთეკაში მოვხვდეთ, თუ ღიაა, ანუ ალბათ ღია იქნება 11.5-ია. ძალიან კარგი ბიბლიოთეკა, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობდნენ მასონები. პრაღა შორის საკმაოდ მასონური ქალაქი იყო, ძალიან ბევრი შენობა აქ ისეთი რომელიც მასონებს ეკუთვნით და მათი სიმბოლოებით არის დახუნძლული და ეს მასონები ამოდიოდნენ აქ ამ ბიბლიოთეკაში თავიანთ ხელნაწერებსაც ტოვებდნენ, სწავლობდნენ ძველ ხელნაწერებს, დაფარდაშიფრულ ხელნაწერებს, როგორც აფობენ და მათ შორის აცნობდნენ ამ ყველაფერს მოცარტსო და ამიტომ მოცარტს ძალიან უყვარდა სტრაჰოვის მონასტერში დაკვრა. ასე რომ ძალიან საინტერესო და დახუნძლული ისტორია აქვს ამ მონასტერს, რომელიც აგერ უკვე რამდენია 1000 წლისაა ფაქტიურად, ხო? აი მე მგონი კი, სტრაჰოვის სამონასტრო კომპლექსია სტრაჰოვები. ან თუ სტრაჰოვის მონასტერში გადაწყვეტ მოგზაურობას და აუცილებლად იმოგზაურეთ და დაათვალიერეთ იგი ქალაქიდან შეგიძლიათ ამოხვიდეთ 22 ნომერით ტრამვაით, რომელიც საკმაოდ სწრაფად ამოგიყვანთ აქ. შემდეგ დაათვალიერეთ პარკი და პარკიდან შემოდით შემდეგ აქეთ. ჭამასმის მოყვარულებს შეგიძლიათ რესტორანში
ირთვათ ლინდნერ. ჩვენ კი წავიდეთ კულტურულად დავისვენოთ. აქ შეიძენთ ბიბლიოთეკაში შესაძლოა ბილეთებს, ასევე გალერეაც თუ გინდათ ნახოთ სამყარო და ფასი არის დაახლოებით 12 ევრომდე უფროსებისთვის. 18 წლამდე ასაკისთვის განახევრებია. Dobrý den. Dobrý den. Děkuji. And gallery tickets will be checked in the end. Okay. Danke schön. ბიოლოგიური კოლექციებიც არის. პანგოლინი. სვიგენების კაროსები. ვაგაური ხილია. ბუდეების კოლექციებიც კი აქვთ. იმას ნიშნავს მონასტრებში მიდიოდა საგანმანათლებლო მუშაობაც. წერების კოლექცია. ეს არის ქსილოტეკა, ანუ ეს გახლავთ ყუთები, რომლებიც დამზადებულია იმავე ხის მერქნისგან, რომლის აღწერაც არის ამ ყუთებში. ყუთში დევს ტოტი ამ ხის, აი გარედან თქვენ ხედავთ ღიერებს, რომლებიც ამ ხისთვის არის დამახასიათებელი. ყუთში დევს ნაყოფი, ხის ტოტი, ყვავილი, ყველაფერი ის, რაც სრულ წარმოდგენას მოგცემს ჩვენ ამ სცენარის შესახებ. ეს ძალიან პოპულარული იყო მე-17-18 საუკუნეებში და სწორედ ასეთი ქსილოტეკის კოლექცია, სრული კოლექცია გახლავთ სტრაჰოუს მონასტერში. დამზადებული არის გერმანიაში, გერმანულად არის სარწერები ზედ და მინერალების კოლექციები. ნიჟარების სადაფზე გამოხატული წმინდანები და ცნობილი ადამიანები. ათას 795 წლის ტრიბოელექტრიკ მაშინ for სტატიკული ელექტრობის შემსწავლელი მანქანა. ეტყობა იმას ატრიალებდნენ და მერე აქ ხდებოდა განმუხტვები. აი ამ ადგილებში. აი იქ და იქ.
აი იმ ტრიალისგან ხახუნისგან წარმოიქმნებოდა სტატიკური ელექტროენერგია აი იმ ტრიალისგან გლობუსების კოლექცია ესეც ჩემი სისუსტეა ეს არის ვარსკვლავური ცის გლობუსი დედამიწა 1822 წელი ესეც დიდი ზომის გლობუსებია ეს შილდოსანი სახელწერა არის ხედავ აი ეს ვარსკვლავების ნიშნებია რა ყველა ვარსკვლავის სახელი არის იქ ჩამოწერილი ესეც ვარსკვლავური ცის გლობუსი წელი 1622 წელს იცოდნენ რომ დედამიწა მრგვალი იყო რაიეთ გლობუსი კი მართლაც კარგად არის შესასწავლი აი შავი ზღვა და ხედავთ კასპიის ზღვას როგორი ფორმა აქვს რა ჩანს ახლა მე ვერაფერს ვერ ხედავ კარტონს გეორგია კი წერია გეორგია კუტაი ის წერია 1622-ში გონიო პონტუს ექვსინუსი აწერია ზემოთ შავ ზღვას მერე მარე მაჯორე მუროდალასა კარგი კითარები კასპიის ზღვა და ხედავთ თქვენ შავი ზღვა არ არის კავშირში ხმელთაშუა ზღვასთან ჯერ ეტყობა ეს გასასვლელი არ იციან ევროპა Italia აი ახლა თუ დააკვირდებით უკვე 1750 წლის რუგელზე შავი ზღვა და კასპიის ზღვა ნორმალურად არის გამოსახული უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას მაგრამ ძალიან უცნაური ადგილით შავი ზღვა და რეები ჩანს იქ წერია რაღაცა ბლომა წერია იქ მაგრამ გეორგია წერია მაგრამ დანარჩენს ვეღარ ვარჩევ 1630 საცრება ადამიანის ტვინი რომელიც მოწოდებს საკულებს ცნობის მოყარეობენ არის მთავარი დამახასიათებელი თვისება ჰომო საპიენსის და ზოგადად ინტელექტუალური ადამიანების ყველა ადამიანი საპიენსი არ არის მოგხსენებათ აი ტიხო ბრაგე 1598 წლის ტრაქტატია მისი ასტრონომია ინსაუტა მექანიკა Maar omdat dat ik op het spoor keek, dacht ik zie je hele rand. ესეც ბიბლიოთეკა სადაც მასონები იკრიბებოდნენ მოცარტთან ერთად. და ჩამოვიდეთ სამხატვრო გალერეაში. Добрый день. Ათას 493 წლის განმაწერია ეს. Ათას 480 წლის ეს.
1378 წელი. 891 წელი. 891. მეცხრე საუკუნე. ესეც მეცხრე საუკუნე. ალბათ მერე აგეთებული. ამჯდარან ევროპელები ხეებზე, როცა ჩვენ ბიბლიას ვარვიგებთ, ხო? ეს სამგზავრო დღიურებია. 1508 წელი. პრაღის ისტორია. სანამ მე მუზეუმში ვიყავი, გაწვიმებულა კიდეც. აი რო ვერ წარმოიდგენთ ისეთი სირილია. ამ დროს გუშინ იყო 37 გრადუსი ელღვებოდა ადამიანებიდან დაწყებული, ქვით დამთავრებული. Playboys გოგოები. ძალიან კარგია ტურიზმი, მაგრამ აი ასეთი პრობოები როცა დაძრწიან ქალაქში რაღაცა, თვითონ ქალაქელებისთვის არ ამგონია ლად კომფორტული იყოს. ეკონომიკისთვის კარგია რა ვიცი. აითაც გაიხედოთ ორგანიზმი. აი ამ ციცულელეში არადროს არ ჩაჯდეთ არც ერთ ქალაქში. მე მას ამის გამოცდილება ძალიან ცუდი. გერმანიაშიც სხვა კიდევ ერთ კრეტინიზმი და ასეთ ფულის უაზროდ გადაყრა. მეორე არა, ფეხით იარეთ, სანამ შეგიძლიათ ფეხით სიარული. დაისვენეთ კიდევ გააგრძელეთ. როგორც გითხარით, პრაღაში საკმაოდ ბევრი მასონური ნიშნები არის და მათ მიერ აშენებული სახლები და ერთ-ერთი ეს არის, აი ხედავთ, ყოვლის ხედველ თვალს, აი სამკუთხედში ჩასმული თვალია. რომელიც ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ $1-ზე. ეს ღვთის თვალი, რომელიც ყველაფერს ხედავს. ულამაზესი და ძალიან თვითმყოფადი ქალაქია. ეს აღმართებით ძალიან უხდება. ეს მეცეთი მედალიონები ჩასმული ნახატებით. ხო, აქ არის ძალიან მე ასეთი არც მინახავს სხვაგან მოვლენებს. ევროპის ყველა თითქმის, არა, თითქმის და იქ სადაც თქვა დაშვებული არის მარიხუანას მოწევა, მაგრამ აი პრაღაში რო ლეგალურია, იმაზე ლეგალური მე ამსტერდამშიც კი არ მინახავს, ეგ ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება, იქვე გიხვევენ, არის TCH-ის შემცველი კანაბისიც, ანუ ის რომელიც დრობას იწვევს, აი მაგალითად. ხედავთ, კანაბისის
კანაფის ზეთიც იყიდება, ყვავილები, მოსაწევრია, ჰაშიში, ყველაფერი ჰაშინი თქონდა. კარგად დამაღებინებენ, მაგრამ მე თავი შუშის ხუთებში აი დიდი თავები დევს. აი ესეთნაირად არის უკრაინის დროშა, ჩეხეთის დროშა, გვერდ ყველა მუნიციპალურ შენობაზე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩეხები ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, მოგესალმებით ჩეხეთი ნატოს ქვეყანაა, სერიოზულად არიან განწყობილი უკრაინის გამარჯვებაზე, ისე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები. პრაღაში ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლებიც კი ხელოვნების ნიმუშებია. ხედავთ თქვენ, როგორც გითხარით, მე პრაღა ძალიან მდიდარი ქალაქი იყო და როგორც ჩანს ადამიანები თავის სიმდიდრეს მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ წარმოეჩინათ. და ასე არის ყველგან აბსოლუტურად საიტაც გაიხედავთ ნებისმიერი სახლი შეიძლება დადგეთ და ნახევარი საათი ათვალიეროთ, იმიტომ რომ აუცილებლად რაღაცა საინტერესოს დაინახავთ მის არქიტექტურაში, მის მოკაზმულობა, მორთულობაში და როგორც ადრე იძახდნენ არქიტექტურულ ზედმეტობებში. არქიტექტურული ზედმეტობები რომ მოაცილეს, იმიტომაც მივიღეთ დღეს ეს ხუთების მსგავსი ჭიანჭველების ბუდეები, რომელშიც ცხოვრება ნამდვილად დეპრესიულია. წარმოიდგინეთ ახლა ასეთ სახლში რო იცხოვრებ და შემდეგ გლდანის ან თემქის რომელიმე კორპუსში. ესეც ცნობილი პრაღის ასტრონომიული საათი, ანუ პრაღის ორლოი. ეს არის შუა საუკუნეების კოშკის საათი, რომელიც დამონტაჟებულია ძველი ქალაქის მოედანზე, ძველი მერიის კოშკის სამხრეთ კედელზე. და იგი არის მსოფლიოში სიძველით მესამე ასტრონომიული საათი და უძველესი საათი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ორლოი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან, რომლებიც ვერტიკალურად არიან განლაგებული კოშკზე. ცენტრში არის ასტრონომიური ციფერბლატი, რომელიც აჩვენებს ძველ ჩეხურ, ბაბილონურ, ცენტრალურ ევროპულ და ვარსკვლავურ დროს. მზის ამოსვლისა და მზის ჩასვლის დროებს. მზისა და მთვარის პოზიცია ზოდიაქოს წრეში შემავალ თანავარსკვლავედებს შორის. ასევე მთვარის ფაზებს და ასტრონომიული ციფერბლატის გვერდებზე გამოსახულია ყოველ საათში მოძრავი ფიგურები, რომელთა შორის გამოირჩევა სიკვდილის ფიგურა ადამიანის ჩონჩხის სახით. ზედა ნაწილში ანგელოზის ცენტრალური ქვის ქანდაკების ორივე მხარეს არის ორი ფანჯარა, რომელიც ყოველ საათში, როდესაც საათი რეკავს, მოციქულების ფიგურები ჩნდებიან, აი ფანჯრები იღება და ისინი ერთმანეთს ცვლიან. ანგელოზის ქვის ქანდაკების ზემოთ გამოსახულია ოქროს მამრის ფიგურა, რომელიც მოციქულთა მსვლელობის ბოლოს ყიულს ატეხს. ასტრონომიული ციფერბლატის ქვეშ არის კალენდარული ციფერბლატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ კალენდარული წლის დღე და თვე, კვირის დღე, არასამუშაო დღეები და ასევე ქრისტიანული კალენდრის მუდმივი დღესასწაულები. მის ორივე მხარეზეც ასევე გამოსახულია სკულპტურული ფიგურები. აი, კიდევ ერთი მასონური ნიშანი, ეს გახლავთ სასწორი. როგორც შორეულ წარსულში ტავერნები ახლაც ხის დიდი კარებით არის ჩარაზული. შვიდის 20 წუთია და 18 აგვისტო.
ანუ აგვისტოში ამბროს სადღაც 6:30-დან 7 საათამდე არის ნორმალური აქ ყოფნა. ამის შემდეგ იწყება უკვე კატასტროფა. ხიდის მშენებლობა კარლოს მეოთხემ დაიწყო, ეს გახლდათ რომის წმინდა იმპერიის იმპერატორი და 1357 წელს დაიდო, როგორც ამბობენ, პირველი ქვა. და დამთავრდა მე-15 საუკუნის დასაწყისში 1402 წელს. არქიტექტურად ითვლება ადგილობრივი ჩეხი არქიტექტორი პიოტრ პარლერჟი, რომელსაც ასევე ეკუთვნის ცნობილი წმინდა ვიტეს ტაძარი. ადრე აქ იყო სხვა ხიდი, ეს გახლდათ ნახოთ სკულპტურები, რომლებიც ძალიან თავისებურია. ეს გახლდათ იუდითის ხიდს ეძახდნენ, რომელიც წაიღო წყალდიდობამ და მის ადგილას ააშენეს ეს მასიური ქვის ხიდი, რომელმაც გაუძლო კატასტროფულ წყალდიდობას, შესაძლოა 2002 წელში იყო აქ, როდესაც ინაღამ წაიღო პრაღა უძლიერესი წყალდიდობა და აი ამდენი საუკუნის ხიდმა მასაც კი გაუძლო. შესრულებული არის ძირითადად ქვიშაქვისგან, საკმაოდ მყარი მასალაა, თუმცა არც ისეთი, როგორც თქვა, გრანიტი ან ბაზალტია. ხიდის სიგრძე თავიდან ბოლომდე არის 520 მეტრი, ესე იგი 9 კილომეტრზე მეტი. სიფართე არის 10 მეტრი და იგი ეყრდნობა 16 არკას. და ხედავთ, მე ხალხი უკვე არის პრინციპში. ბაროკო სტილის 30 აი ამ ესეთი ხანდაკება. აქედან ერთ-ერთი ძალიან საინტერესოა, რომელიც ცალკე მოგიყვებით. გადაშორი ძალიან ბევრი ხანდაკება აქ არის როგორც ასლი, ისე წარმოდგენილი, იმიტომ რომ თვითონ ორიგინალები ძალიან დიდი ღირებულებას წარმოადგენს და მათ ინახავენ. ერთ-ერთი ყველაზე ლენდმარკია შეიძლება ითქვას, ანუ ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. როცა პრაღაში ხარ. ძალიან საინტერესოა, რომ კარლოსი როგორც ჩანს ციფრებს წერდა დიდ პატივს და მან 125, 79, 75, 31 ეს პალინდრომია, როგორც ხედავთ, აქედანაც და იქედანაც ერთნაირად იკითხება, ანუ ეს ხდებოდა დილის როდესაც 6 აკლდა 29 წუთი 9 ივლის 1357 წლისა. უბრალოდ დავათვალიეროთ ხიდი და შემდეგ ერთ-ერთი ხანდაკების შესახებ მივიყვებით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მზის სამოსლად ძალიან ლამაზი. ხედავთ, ლტავა საკმაოდ ფართე მდინარეა, საკმაოდ დიდი მდინარეა. და იგი ყოველთვის წარმოადგენდა პრაღა გზაჯვარედის სავაჭრო გზებზე. ვაჭრობა მოგეხსენებათ, ეს არის ალბათ ერთადერთი საქმიანობა ადამიანის, რომელიც ყველაზე მომგებიანია ვაჭრობების გამო იწყებოდა ომები, თავდებოდა ომები, შენდებოდა იმპერიები, ინგრეოდა იმპერიები და სწორედ აი ასეთ ლამაზი ქალაქი აშენდა ამ ადგილას და არქიტექტურა მისი არის საოცარი. იგი რა საუკუნეც არ უნდა აიღოთ, აქ მუდმივად ძალიან დიდრული სახლები შენდებოდა. აი, ხედავთ, ტრამვაი მიდის, ძალიან პოპულარული და საკმაოდ კარგად განვითარებული ტრანსპორტია და ეს გახლავთ პრაღის გერბი. ქრისტეს ამ ხანდაკებასთან არის მუდმივად უამრავი ხალხი. ეს იყო ადრე აქ ხის ხანდაკება,
შემდეგ იგი ბრინჯაოთი შეცვალეს და აი ხედავთ თქვენ ოქროსფრად, ეხლა აქედან ალბათ ოქროსფერი არ გამოჩნდება. ქვემოთ აი არკულად აწერია კადეშ, ანუ წმინდა ხარ და რატომ ებრაულად ეს იყო ეგრეთ ასე ვთქვათ პროტესტი ებრაელების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ერთ-ერთმა როგორც ამბობენ, ლეგენდა ასე ამბობს, რომ ერთ-ერთმა ებრაელმა რომელმაც ჩაიარა კარლოსის ხიდზე, თქვა რომ ამასო აქ რა უნდა უჩვენო, მოგეხსენებათ ებრაელები როგორც წინასწარმეტყველს და ღვთისმშვილს ქრისტეს არ აღიარებენ. და ჯინაზე თითქოს ჩეხებმა ეს ოქროსფერი წარწერა გააკეთეს, ესეთი ანტისემიტურ მომენტად ითვლება, მაგრამ დღეს უკვე არანაირი ანტისემიტური დატვირთვა არ აქვს და არის სულთად ისტორიული ასეთ კურიოზი შეხედვას და არც ერთი ებრაელი ამას შეურაცხყოფად არ იღებს. ხანდაკებები მე-18 საუკუნეში დაემატა, აი ეს ქვედა ნაწილიც მთლიანად მე-18 საუკუნეშია დამატებული და შეყვარებულების აუცილებლად იმოგზაურეთ პრაღაში, ეს მართლაც საოცარი ქალაქია, მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრი ქვეყნის დედაქალაქები მინახავს, განსაკუთრებით ვიხილები ხოლმე იტალიის ქალაქებით, რომელიც მართლაც აბსოლუტურად ყველა განსხვავებულია და აბსოლუტურად ყველა უნიკალურია, მაგრამ პრაღამ აი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. პრაღა საერთაშორისო ყველაზე ნაკლებად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს და ამიტომ თითქმის ყველა ისტორიული სახლი, რომელიც აქ იყო, გადარჩენილია. აი ეს არის ომის უბედურება, გარდა იმისა, რომ იგი ანადგურებს უამრავ ადამიანს, ანადგურებს ასევე მათ დანატოვარს აი კულტურულ მემკვიდრეობას და ვიცი, აი 21 საუკუნეში ხალხი კიდევ ომობს, აი ეს არის რაღაცა ალბათ ბარბაროსობის, ალბათ ჩვენი გამოქვაბულის წარსულის გამოძახილი, თორე როგორ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდე, აშენებდე რაღაცას და უცებ ვიღაცა გესხმდეს თავს. აი ეს გადარჩენილია, რომ დაუბრუნდეთ თემას, 99% ქალაქისა დაბომბებს და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ თქვენ რა იქნებოდა სხვა ქალაქები, რომლებიც ზოგიერთი 90%-ით განადგურდა, მაგალითად დრეზდენი 82%-ით განადგურებული, არადა დრეზდენი ითვლებოდა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად. მართალია იგი აღადგინეს, მაგრამ ყველა სახლს ვერ აღადგენს. და აქ აი ჩვეულებრივი სახლები არის აღდგენილი, საცხოვრებელია უბრალოდ და არა ვთქვათ სამუზეუმო ან რაღაცა ესეთი დანიშნულების. ეს არის იან ნეპომუცკის იგივე იოან ნეპომუკის ქანდაკება. იან ნეპომუცკი გახლდათ მე-14 საუკუნეში პრაღის გავლენიანი არქიეპისკოპოსი, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა მუდმივად ჩეხეთის მეფე ვაცლავ მეოთხესთან. ვაცლავი ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის ზედმეტად ძლიერ გავლენებს საზოგადოებაზე და იგი თვლიდა, რომ ეკლესია ამოხრუჭებდა მეცნიერების და ზოგადად საზოგადოების განვითარებას. 1393 წლის 20 მარტს მან მოგონილი მიზეზით დააკავა იან ნეპომუცკი და მისი 3 თანმხლები პირი, რომლებიც მალევე გაათავისუფლა. ნეპომუცკი ციხის კედლებში აწამეს და ამ წამებისას იგი მოკვდა. მისი სხეული კარლ მოსტიდან გადააგდეს და იმავე წამს დინარე ვლტავაზე 5 ვარსკვლავი გამოჩნდაო. ამ სასწაულის მომსწრეებმა ამ ვარსკვლავებში 5 ანგელოზი დაინახეს და ამის შემდეგ წმინდა იან ნეპომუცკის თავზე 5 ვარსკვლავს გამოსახავენ ხოლმე. იგი ჩეხების მთავარი წმინდანია და მისი გამოსახულებები ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება ნახოთ. ხელი უნდა დაადო, ხედავთ როგორი მოცვეთილია უკვე ხორჩენს ხელის მოგიდებისგან. ალბათ ყველა ქალაქში მსგავსი რამ. აი ეს ჯვარი ჩაშენებული არის იმ ადგილას, საიდანაც იან ნეპომუცკი ვლტავაში გადააგდეს. ეს კი მისი გამოსახულებაა და მას თუ ხელით შეეხებით ბედნიერებას მოგიტანთ, რომ ასეთი
თქმულება არსებობს. ტირალა დემონი ანუ აქ არის ეშმაკი შებმული ურემში და აი ჯვრით მიერეკება კუდი აქაც ჩანს დემონის აი აქედან ჩადის და აქედან გამოდის მეორე აი მეორედ მოსulis სცენა არის აქ ყველა ვარიანტში მას ნახვაც არ უნდა იმიტომ რომ ხედავთ ზემოთ მაცხოვარი და ქვემოთ როგორ იხსნება საფლავები და როგორ ამოდიან მიცვალებულები და რა თქმა უნდა მათ ყველა განსჯის მაცხოვარი და უკვე მიუჩენს სამუდამო სასუფეველს ნაწილი ამ ქანდაკებების არის შესრულებული ქვიშაქვაში და ქვიშაქვა კი მაინც და მაინც მყარი მასალა არ გახლავთ იგი ადვილად ზიანდება ქარისგან და წვიმისგან და მზისგან და ყველაფრისგან მოკლედ მთელი ამ ატმოსფერული მოვლენებისგან და ამიტომ ნაწილი ამ ქანდაკებებისაც აღებული არის მუზეუმში და იქ არის დაბინავებული აქ არის ასლები გამოტანილი და ეს ასლებიც ხედავთ, არც ისე ძველია, მაგრამ ქვიშაქვა ძალიან სწრაფად მუქდება, შავდება. და ესეც სიძველის ფორმას იღებს იგი და ფერს, მაგრამ არ არის შენ სინამდვილეში ძველი, სადღაც მე-19 საუკუნეა მე რამდენადაც ვიცი. ჩახვიდე პრაღაში და არაფერი იცოდე გოლემის შესახებ უბრალოდ ტეხავს. გოლემი და პრაღა ხომ განუყრელნი არიან. პრაღაში ებრაელების ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი დასახლება არსებობდა. იგივე გეტო. ებრაელები აქ შედარებით სხვა ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდნენ. ჩეხები მათ არ ავიწროებდნენ და მშვიდობიანი თანაცხოვრება გარანტირებული ჰქონდათ. მაგრამ შიგადაშიგ მაინც გამოერეოდა ხოლმე პერიოდები, როცა უამრავ ცოდვას აბრალებდნენ ხოლმე და არსებობდა საშიშროება, რომ ებრაელებს რამეს დაუშავებდნენ. ამიტომ ლეგენდის თანახმად 1580 წელს, როცა გეტოზე თავდასხმის შესაძლებლობა რეალური გახდა, პრაღის მთავარ რაბინს იუდა ლიოვს ძილში ზეციდან ხმა ესმა. შექმენი გოლემი და დაიცავი ხალხი შენი. საქმე იმაშია, რომ პირველი გოლემი სხვადასხვა ადამი გახლდათ. ანუ ეს იყო თიხისგან გამოძერწილი ადამიანის მსგავსი არსება, რომელსაც გონება ძალიან დაბალ დონეზე აქვს განვითარებული, ფაქტიურად მას დამოუკიდებელ დაზროვნება არ შეუძლია, მაგრამ აქვს განუზომლად ძლიერი ფიზიკური ძალა და სხვის ნებას ემორჩილება. რაბი ლიოვმა რა თქმა უნდა იცოდა გოლემის შესახებ. მან ისიც იცოდა, რომ ამ არსების შესაქმნელად 4 სტიქია, ცეცხლი, მიწა, წყალი და ჰაერი იყო საჭირო.
ამ სტიქიების განსასახიერებლად მან თავის ძმისშვილებს მოუხმო და ქალაქიდან მოშორებით მდინარე ვლტავას ნაპირებზე მათ გამოძერწეს თიხის გიგანტი. რაბიმ მას პირში ქაღალდი ჩაუდო, რომელზეც ღმერთის წარმოუთქმელი სახელი ეწერა, ხოლო შუბლზე დააწერა სიტყვა ემეტ, რაც ჭეშმარიტებას ნიშნავს. და გოლემიც გაცოცხლდა. გოლემს გეტო როგორც დამხმარე ძალას ისე იყენებდა, განსაკუთრებით შაბათობით, როცა ებრაელებს მუშაობა ეკრძალებათ. ერთი ეგ იყო, რომ გოლემი იმდენად ბრიყვი აღმოჩნდა, რომ თუ მას ზუსტად არ განუსაზღვრავდი სამუშაოს, შეიძლება კატასტროფა მოეხდინა. მაგალითად, ერთხელ მას დაავალეს სინაგოგაში წყალი მიეტანა, მაგრამ არ უთხრეს რამდენი. გოლემმა სინაგოგა კინაღამ წალეკა, იმდენი წყალი მიიტანა. ერთხელაც ტყეში გაუშვეს შეშის მოსატანად და გოლემმა თითქმის მთელი ტყე გაჩეხა პრაღის შემოგარენში. რაღაც მომენტში რაბი ლევიმ დააფიქსირა, რომ გოლემი სიმაღლეში იზრდება და ცოტა არ იყოს აგრესიულიც ხდება. რაბი შეეშინდა, ვაი თუ გოლემი ადამიანის კონტროლქვეშიდან გამოვიდესო და მისი განადგურება გადაწყვიტა. არსებობს მეორე ვერსია, რომ თითქოს რაბი გოლემს ყოველ ღამე პირიდან ღმერთის სახელიან ქაღალდს ამოუღებდა ხოლმე და ასეთ იშავდა. ერთხელაც მას ამ პროცედურის ჩატარება დაავიწყდა და გოლემი ღამით ებრაულ უბანს დაერია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს შუა საუკუნეების ტერმინატორი საკმაოდ საშიში გახდა და მისი განადგურება აუცილებელი იყო. რაბიმ გოლემის განადგურება მის შუბლზე წარწერის წაშლით გადაწყვიტა. და რადგან გოლემი ძალიან გამაღლებული იყო, რაბი ლევი მის შუბლს ვერ წვდებოდა, ამიტომ მან გოლემს უბრძანა მისთვის ფეხსაცმელი გაეხადა. როცა ეს თიხის გიგანტი დაიხარა, რაბიმ მას შუბლზე დაწერილი 300-სგან პირველი წაუშალა და სიტყვა ემეტ, ანუ ჭეშმარიტება, გადაიქცა სიტყვა მეტად, რაც სიკვდილს ნიშნავს. გოლემი იმ წამსვე გაშეშდა და როგორც ამბობენ, სტარონოვაიას სინაგოგაში სხვენში დაყრილი თიხის დიდი ზომის ნამტვრევები სწორედ საწოდავი გოლემის ნაშთებია. გოლემი სხვაიშორი ძალიან პოპულარული პერსონაჟი გახდა, მის შესახებ წერდნენ გოეთე, ძმები გრიმები, ჰოფმანი, მაირინკი, ჩაპეკი, ბორხესი და სხვები. იგი შუა საუკუნეების ერთგვარი რობოტია. რობოტი მოგეხსენებათ, ესეც ჩეხური სიტყვაა და იგი რაბოტადან მოდის. რობოტები პირველად თავის ნაწარმოებებში ახსენა ჩეხმა ძალიან მაგარმა მწერალმა კარლ ჩაპეკმა. და დღეს უკვე რობოტი, რობოტექნიკა ზოგადად მიღებული სიტყვებია და აღნიშნავს ფაქტიურად გოლემს. გოლემს ოღონდ რკინისგან და მიკროპროცესორებისგან შემდგარს. მართალია გოლემი ადამიანის მსახურებისთვის შეიქმნა, მაგრამ შემდეგ როგორც აი შვარცენეგერის გმირი ტერმინატორიდან აუჯანყდა შემქმნელებს და ამისთვის დაისაჯა კიდეც. გოლემის შესახებ ფილმებიც არსებობს, ზოგადად კი იგი გონება შეზღუდული და უხეში ძალის მქონე ადამიანების სინონიმად იქცა. გოლემის თიხის ფიგურის შეძენა თქვენ შეგიძლიათ სუვენირების ნებისმიერ მაღაზიაში.